Საფრანგეთის მთავრობათა სამიტი დასრულდა დუბაიში. საქართველოს პრემიერმა სამდღიანი ვიზიტი და გამართული შეხვედრები შეაჯამა. პირისპირ აუდიენციების გარდა ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა სხვადასხვა პანელურ დისკუსიებშიც მიიღო. ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, აქცენტი გაკეთა განათლების რეფორმაზეც. ანა ბროლაძე აშუქებს ვიზიტს და ახლა გვერდება მომების პირდაპირ ეთერში. ანა, გისმენთ. სამიტი დასრულებულია. პრემიერ-მინისტრმა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად სამდღიანი ჩართულობა მსოფლიოს მთავრობათა სამიტში დაასრულა. მან დღეს კიდევ ერთხელ შეაჯამა ის შეხვედრები და გამოსვლები, რომელიც მას ჰქონდა და აღნიშნა, რომ მაქსიმალურად გამოიყენა დელეგაციის თითოეულმა წევრმა ის შესაძლებლობა, რომ ქვეყნის პოტენციალზე ესაუბრა და ბუნებრივია ამ შემაჯამებელი კომენტარის შემდგომ უკვე ქართულ ჟურნალისტებს, რომლებიც ვაშუქებთ ამ სამიტს, ჰქონდა შესაძლებლობა, რომ შიდა პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით მოგვესმინა ირაკლი კობახიძის პოზიცია. ერთ-ერთი ასეთი კი არის ამერიკის კონგრესის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც გუშინ გასაჯაროვდა და რომელიც საუბრობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ სხვადასხვა სახელმწიფო შიდა საქმეებში და არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ უკვე გაიმართა კონგრესში მოსმენა, სადაც ყოფილ მაღალჩინოსნებს მოусმინეს, მათ შორის სკანდინავიის ქვეყნიდან არასამთავრობო ორგანიზაციებს და ბრალდებები ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით. ამ მოსმენის ფარგლებში კიდევ ერთხელ გამეორდა და საქართველოს მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ქართული ოცნება არის ის, რომელსაც ხშირად უსაუბრია, მათ შორის ქართულ მაგალითზე, რომ ეს არის კარგი პრაქტიკა და კარგი ინდიკატორი იმისა, როგორ ხდებოდა საქართველოს შიდა პროცესებში ჩარევა, მათ შორის 2020 წლის და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ის, რასაც იძახდა ქართული ოცნების სახელმწიფო გუნდი, ახლა ირაკლი კობახიძის განცხადებით უკვე ამერიკული დოკუმენტებით დასტურდება. მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო შეფასება ეძლევა კონკრეტულ ვითარებას, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში, კონკრეტულად არჩევნებში ჩარევის კუთხით. ამის შესახებ ქართულ საზოგადოებას აქვს უკვე ძალიან დიდი ხანია ინფორმაცია, ყველამ საკუთარი თვალით იხილა, როგორ ერეოდა ევროპული ბიუროკრატია 2024 წლის არჩევნებში, ასევე მაგალითად 2021 წლებში, როგორ ერეოდა არჩევნების არაღიარების პროცესში. ეს არის ძალიან უხეში პრაქტიკა, რაც უნდა გამოსწორდეს, ხო? თქვენ იცით, რომ თავის დროზე ევროპა გამოირჩეოდა დემოკრატიის მაღალი ხარისხით, სამართლის უსანაესობის მაღალი ხარისხით, სათანადო პრინციპები იყო დაცული და დღეს ყველა მიმართულებით არის სერიოზული უკუსლა, რასაც არის ყურადღება გამახვილებული ამერიკულ დოკუმენტში. კიდევ ერთი პოლიტიკური საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის პოზიცია, ეს ეხება ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდში უმრავლესობაში დაწყებულ დისკუსიებს და მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, უნდა გახდეს თუ არა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი იმ პირების განცხადებები, რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას და კონსტიტუციური ორგანოების მუშაობას არალეგიტიმურად მიიჩნევენ და ამაზე გააკეთებენ განცხადებებს. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა იხელმძღვანელოს გერმანული პრაქტიკით, სადაც აიკრძალა ის პარტიები, რომლებიც კონსტიტუციურ წყობას ასე ვთქვათ, არ ცნობდნენ, თუმცა პრემიერი ადასტურებს იმას, რომ სამსჯელო არის, რამდენად შესაძლოა ამ ცვლილებებმა დღის წესრიგში დააყენოს გარკვეულწილად მოცემულობა, როდესაც სწორი და რთული ხაზი იქნება გასავლელი, რომ ცვლილებამ არ შეზღუდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ამ შემთხვევაში მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ნამდვილად კანონმა სწორად და ზუსტად უნდა განსაზღვროს, რა შემთხვევაში შეიძლება მოყვეს სისხლის სამართლებრივი რეაგირება ამა თუ იმ პირის ქმედებას, ისე რომ მეორე მხრივ არ შეიზღუდოს კანონით განსაზღვრული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. მე მახსენდება გერმანული საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი პრეცედენტი, გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აიგრძალა არა როგორც ასეთი პოლიტიკური პარტია, არამედ პარტიასთან მიმსგავსებული წარმონაქმნი. სწორედ იმისათვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იყო გამოტანილი ის, რომ ის არ აღიარებდა გერმანიაში ჩამოყალიბებულ კონსტიტუციურ წესრიგს. შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური პრაქტიკა, ამას ემთხვევლებს საერთაშორისო გამოცდილებაც. რა თქმა უნდა, ჩვენ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპები იყოს დაცული. საქართველოში მოქმედებს კონსტიტუციური წესრიგი, ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს და
თუ ვინმე ამას არ აკეთებს, რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც საბოლოო ჯამში ამას უზრუნველყოფს. პირველ რიგში კანონი უნდა გაიწეროს სწორად და მეორე პრაქტიკა უნდა ჩამოყალიბდეს სწორად. გეთანხმებით, რომ გარკვეული სირთულეები ამ ზღვრის გავლებასთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს, თუმცა იმისთვის არის საბოლოო ჯამში სამართლებრივი სისტემა და მართლობის სისტემა, რომ სწორად გაავლოს ზღვარი ასეთ შემთხვევაში, მათ შორის თუ ეს ზღვარი სწორად არ გაივლება, არსებობს სხვადასხვა ინსტანცია, მათ შორის საერთაშორისო ინსტანცია, სადაც შეიძლება დადგეს დღის ეს რიგში ზღვრის სწორად გავლების საკითხი, იმიტომ ყველანაირად არის გადაზღვეული. ეს ყველაფერი მთავარია, რომ ჩვენ შევქმნათ მექანიზმები კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემისთვის. კიდევ ერთი თემა, რომელთან დაკავშირებითაც დავსვით ქართველმა ჟურნალისტებმა შეკითხვა, ეხება განათლების რეფორმას და იმ დისკუსიებს, რომელიც გამოიწვია ქვეყნის შიგნით ორი უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხმა, რატომ დადგა დღის წესრიგში ზოგადად ამ ორი პროფილის უნივერსიტეტის გაერთიანება. დღეს კიდევ ერთხელ განმარტა ირაკლი ყობახიძემ, რა არის განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი აი ამ ნაბიჯის მიზანი და რა შედეგი უნდა მიიღოს საბოლოოდ ქვეყანა. მარტივად შეგვიძლია ავიღოთ სტატისტიკა, რა არის ტრადიციული ტექნიკური დარგები, რომლებიც დისციპლინები, რომლებიც იყო წარმოქმნილი თავის დროზე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში უკაცრავად და მარტივად შეგიძლიათ ნახოთ, რომ 53% არის ტექნიკური მიმართულება, 57% არის სამართალი, ეკონომიკა და არაერთი სხვა აგრარული და სხვა დისციპლინები, რომლებსაც საერთოდ არავითარი შემხედლობა არ აქვს იმ დისციპლინებთან, რომლებიც თავის დროზე ისწავლებოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ეს არის სტატისტიკა, მარტივი სტატისტიკა და კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ტექნიკური მიმართულება საკუთარ ინსტიტუტში, საკუთარ დღეს უკვე უნივერსიტეტში იქცა გერად. ეს უნდა შეიცვალოს, რა თქმა უნდა, და როგორც შეიქმნა თავის დროზე ეს მიმართულება, ეს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასე ვთქვათ, ერთგვარი შვილი, ასე შეიქმნა, როგორც ერთ-ერთი ფაკულტეტი და ეს მდგომარეობა უნდა აღდგეს. ხო, როგორც ჩაიფიქრა ეს ყველაფერი ივანე ჯავახიშვილმა, ისე უნდა აღდგეს. თავის დროზე არ დასწალდა მას უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვა, თავის დროზე იცით, რომ ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი თბილისის რექტორის პოზიციაზე და ამის შემდეგ აირია ყველაფერი. ხო, ჩვენ გვინდა აღუდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც შეიქმნა თავის დროზე ეს უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის მიერ. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეს კომენტარი გააკეთა დუბაიში, მას შემდეგ რაც დასრულდა სამდღიანი საერთაშორისო მთავრობათა სამიტი, რომელშიც ირაკლი ყობახიძე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასთან ერთად მონაწილეობდა და ჩართული იყო დისკუსიებსა და მრგვალი მაგიდის ფორმატში, ასევე მას ჰქონდა ორმხრივი შეხვედრები და მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საზღვრებს გარეთ მისი ვიზიტი, ყოველთვის, როდესაც ის აჯამებს ვიზიტს ქართულ ჟურნალისტებს, რომლებიც ვაშუქებთ ამ შეხვედრებს, გვაქვს ხოლმე შესაძლებლობა, რომ შიდა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით დავსვათ კითხვები და მოვისმინოთ მისი პოზიცია. მადლობა ანა ბროლაძე იყო პირდაპირ ეთერში დუბაიდან.